მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. პირველ რიგში მინდა წარმატება უსურვო ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც განაცხადი გააკეთა და ყველა ძალას, რომელიც ქართული ძალა და საქართველოს უკეთესი მომავლისათვის ფიქრობს და აზრუნავს, ხოლო რაც შეეხება ლელოძლიერ საქართველოს, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ერთობები, კოალიციები არ უნდა იყოს მექანიკური, არ უნდა იყოს რაღაც ამ შემთხვევაში მხოლოდ მგზნებარე სიტყვებზე დამოკიდებული, ეს უნდა იყოს კარგად თავსებადი, აწონილი და შემიძლია გითხრათ, რომ ყოველგვარი ამ შემთხვევაში მორიდების გარეშე გეტყვით, ზოგადად ვიტყვი, ლელოძლიერი საქართველოსთან თანამშრომლობის სურვილი ძალიან დიდია ყველა პოლიტიკური ძალის მხრიდან, ოპოზიციური პოლიტიკური ძალის მხრიდან. ჩვენ ლელოძლიერი საქართველო არა ვართ ჩაკეტილი ამ შემთხვევაში ორგანიზაცია, ჩვენ ბუნებრივია მათთან ვისთანაც კი შესაძლებელი იქნება შემდგომში თავსებადობა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის თანამშრომლობა. შეიძლება უბრალოდ ფიქრი, მაგრამ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებზე ან ძალასთან დაკავშირებით მე კომენტარს არ გავაკეთებ. ერთ რამეში შემიძლია გითხრათ, რომ ვართ ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც ანერგიულებს ქართულ ოცნებას, ხვდებით ამას, ვიბრძვით საქართველოს უკეთესი მომავლისაკენ და ძლიერდებით ყოველდღიურად და აქტიურად მონაწილეობთ ჩვენი მოქალაქეების, სამშობლო მოქალაქეებთან შეხვედრაში შემიძლია გითხრათ. ხო, კი ბატონო, ნახოთ როგორ განვითარდება ამ მხრივ პროცესები, თუმცა რაღაც სიგნალები და სიმპტომები აშკარად არის სახეზე ამ მიმართულებით, მაგრამ ლევან, მე მინდა რომ აუცილებლად ელენის თემაზეც ვკითხოთ თქვენ, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ პრაქტიკულად ბოლო კვირებია, დღის წესრიგიდან არ ჩამოდის ეს თემა, თქვენ იცნობთ ელენეს ძალიან კარგად და იცით რომ არა მართლა უკიდურესობამდე მისული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ის ხმამაღლა ამის შესახებ არც არ იტყოდა. მაგრამ ხედავთ გაჯიუტებას კვლავ კიდევ ერთხელ ქართული ოცნების მხრიდან. რას ფიქრობთ, რატომ არ მიდის ამ შემთხვევაში ქართულად ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში დღეს არის შეხვედრა და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. რა არის ეს პოლიტიკური შურისძიების ეს ფორმა, რასაც ჩვენ უყურებთ ელენის შემთხვევაში? იცით რა, თამა პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ წარმოუდგენელია თავისუფლების აღკვეთა კონდეს იმის გამოც ელენეს ახლა თავისუფლების აღკვეთა აქვს მის ჯილი ბანერის დაჯღაპნის გამო, ხო, შეიძლება ითქვას ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, მაგრამ აქ უკვე წინა პლანზე მოდის როგორც თქვენს აქცენტი გააკეთეს, ადამიანის ჯანმრთელობა და არავის არ უნდა ჭირდებოდეს ამ შემთხვევაში მოწოდება და თქმა იმისა და მით უმეტეს ელენეს თქმა რასაჭიროა, ვინმეს თქმა რასაჭიროა, როდესაც ხედავს ადამიანს, როდესაც არის როგორც ამბობენ და როგორც ვიცით, საკმაოდ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს, როდესაც ცნობილია, როგორც გავიგეთ, შესაბამისი დაწესებულებისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და იყო ცნობილი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და უბრალოდ წარმოუდგენელია ის, თუ რაც სისხლისამართლის საქმეში ხდება და წარმოუდგენელია შემდგომ და მძიმეა ის, რასაც უყურებთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. იმედი მინდა ვიქონიო, რომ მივლენ იმ დონემდე და საღიაზრი მაინც ამ შემთხვევაში გაიმარჯვოს იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის ჯანმრთელობა იყოს ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილი და მაქსიმუმი გაკეთდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და პირველ რიგში სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო ქალბატონ ელენეს და რა ვიცი, ყველანი არ ჭირდება ამას თქმაც კი, ბუნებრივია ყველა ნორმალურად და საღადმოაზროვნე ადამიანი ამ შემთხვევაში რა პოზიციას აქვს და თუმცა ეს გვაჩვენებს, ნამდვილად გვაჩვენებს და ბატონ ვალერისთანაც ვამბობდი, რომ კიდევ ერთი სიმბოლოა, ძალიან მკაფიო გამოსახულება იმ ნულოვანი თანაგრძნობის პოლიტიკის ზოგადად რეჟიმის სახის. ისევე როგორც ბატონ ლევან, ამის მკაფიო გამოსახულება იყო, როგორც ძალადობს რეჟიმი კონკრეტულ ადამიანებზე, რასაც სპეცრაზმი აკეთებს ქუჩებში, აგერ ვნახეთ კიდევ ერთხელ პარლამენტის შენობაში, მაგრამ უფრო მძიმე ფორმებით, მე მგონი, ეს კადრები, რასაც ჩვენ უყურეთ, რომ ათობით ადამიანი ესევა ერთ და ორ კაცს და ყველა რაღაცა თავის წილ მუშტს ურტყავს, იმიტომ რომ ვიღაცას დაანახოს, ეს კიდე რაღაცა სხვა განზომილებაა. მადლობა თამარა მკითხვისათვის, ეს არის სიმპტომი იმისა, თუ რა სიტუაციაში ვართ დღეს. მე მინდა გითხრათ, რომ სრული პასუხისმგებლობით გამოვაცხადო, რომ გამოძიების დაწყებას მეგობრებო ამ საქმესთან დაკავშირებით, რაც პარლამენტში მოხდა ეს ჯგუფური თავდასხმა, არანაირი მიმართვა არ ჭირდება.
სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ, აგერ არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 100 და 101 მუხლიდან ამონაბეჭდი და პირდაპირ გეტყვით, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება. ეს არის 100 მუხლი და შემდგომ გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამოძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს სისხლის სამართლის პროცესის დროს, ან გამოქვეყნდა მასმედიაში. ანუ გამოქვეყნდა მასმედიაში, ანუ გამოქვეყნებაში გულისხმობს და იგულისხმება, რომ ინფორმაცია, რომელიც გახდა საჯარო, ვალდებული არიან ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყონ. ეს არის იმპერატიული მოთხოვნა და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამ კანონის შეუსრულებლობაც ზოგადად და კანონის შეუსრულებლობა არის ამ შემთხვევაში და გამოძიების განზრახარდაწყებაც არის სისხლის სამართლის დანაშაული. ახლა რასთან გვაქვს საქმე, ხო? აქ საუბარი არის საჯარო სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც მიეკუთვნება მძიმე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, რომელსაც ძალიან ხანგრძლივი და ამ შემთხვევაში აქვს ხანდაზმულობის ვადა, ხო? აქ საუბარი არის თითქოს იმუნიტეტი იცავს და ასე შემდეგ და გამოძიების დაწყება არ შეუძლია ვიღაცები საუბრობდნენ და ამ შემთხვევაში სოციალურ ქსელში. არც ერთ შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუცია არ საუბრობს ამაზე და არც ერთ შემთხვევაში გამოძიების დაწყებას და დევნის დაწყებას არ აფერხებს იმუნიტეტი. ეს არის კატეგორიულად გამორიცხული და ამასთან დაკავშირებით საუბარი არის წარმოუდგენელი. ახლა ვთქვათ, საქამაქმნოს ხელთან აქვს საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი პირდაპირ თამარ გვეუბნება თანასწორობაზე, თანასწორობის უფლებაზე, რომ ყველა ადამიანი სამართლის წინაშე არის თანასწორი. ახლა ვთქვათ, ელენეს საკითხი მოიყვანეთ, ხო? როგორ მოექცნენ ქალბატონ ელენეს. ჩვენ ასევე ქალბატონ მზია ამაღლობელის საკითხი მინდა გითხრათ, როგორ მოექცნენ ქალბატონ მზია ამაღლობელს, რა ვიცი, ლამის შეიძლება ითქვას და ვთქვათ, რომ რა ვიცი, რეციდივისტად გამოიყვანეს ეს ადამიანი, მათი კომენტარებიდან შეიძლება ამის შემთხვევაში თქმაც კი, რასაც ქალბატონ მზიასთან დაკავშირებით საუბრობდნენ. ახლა მინდა ვთქვა, სად არის კანონის უზენაესობა, სად არის კონსტიტუციის უზენაესობა, სად არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმპერატიული მოთხოვნათა ამ შემთხვევაში ასრულება. თუ რასთან გვაქვს მეგობრებო საქმე? ანუ გამოდის, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის სხვა კანონმდებლობა არსებობს და სხვა სისხლის სამართლის პროცესია და იქ დაწინაურებული ამ შემთხვევაში თემისათვის, რომელიც არიან ხელისუფლებაში და პარლამენტში და უმრავლესობის წევრები, მაშინ მათთვის ეს სხვა მოქმედებს ამ შემთხვევაში და სხვა რამესთან გვაქვს. მე მინდა დავსვა კითხვა და უთხრა საქართველოს მოქალაქეებს და ვთქვათ, აბა ერთი, რომელიმე ჩვენთაგანს, რომელიმე თქვენთაგანს არ ამსგავსი რამ ამ შემთხვევაში ოდნავ იყო მიახლოებითი რამ რო ჩაედინა. როგორ მოხდებოდა ეს ყველაფერი? სად იქნებოდა? თქვენ სად იქნებოდით? ამბობდა რომ ზია ამაღლობელი ციხეში უნდა იყიდეს. სად იქნებოდით? გეთანხმებით, სად იქნებოდით თქვენ საქართველოს მოქალაქეები? როგორი მოქმედებდნენ სხვა რიგით ამ შემთხვევაში ჩვენს, თქვენს და საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში და როგორ მოქმედებენ ამ შემთხვევაში თავიანთ თავთან მიმართებაში და თამა არ დაგვავიწყდეს, ხო, როდესაც ახლა არის ძალადობაზე საუბარი, რაღაც ტრენდული გახდა ხახნო ეს ყველაფერი, ხო ხედავთ არა? ჩვენ ვნახეთ ძალადობა გორში, ძალადობაც კიდე ისეთი ნათქვამია რბილი, როდესაც პოლიციის თანამშრომლები რა დღეში აყენებდნენ საქართველოს მოქალაქეს და როგორ ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნახეთ ხო ამასთან დაკავშირებით იქ რო არა ვიდეო კადრები რა მოხდებოდა, მოდი ეს კითხვა დავტოვოთ, მოდი კითხვა დავტოვოთ და ყველამ კარგად ვიცით და ახლა ვნახეთ ასევე ჯგუფური ძალადობა. ჯგუფური ძალადობა მართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, რომელსაც სჭირდება სამართლებრივი შეფასება და დუმილი ამასთან დაკავშირებით ყოველდღიური დუმილი, ყოველდღიური ამ შემთხვევაში განცხადების არ გავრცელება. რისი მანიშნებელია? სხვა შემთხვევაში პროკურატურა როგორ მოიქცეოდა, როგორი რეაგირება ექნებოდა და ბოლოს ვეუბნებიან ხალხო, რომ ძალადობას გმობთო და რაღაცა ისა რა ვქნა ძალადობის წინააღმდეგ სამართლოების შექმნას და ხო და აი ზუსტად ეს რაზე მეტყველებს ისიც ჩემთვის თამარ დაახლოებით ისეთია რომ დაუშვათ აი ვეგეტარიანელობა რო დავიჯეროთ მტაცებელი ცხოველების აი ტურების ვეგეტარიანელობა რო დავიჯეროთ ახლა და ტურებს და დახარჯვა ვეგეტარიანელობაზე გადავიდეთ როგორ შეიძლება კი ბატონო შალვა პაპუაშვილის კომენტარი მინდა ამ თემაზე აი დღეს კითხე ზუსტად ეს სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო რომ შექმენითო და ამ დროს პარლამენტში ასეთი რამე ხდებაო და იმ პარლამენტის თავმჯდომარე ქვია შალვა
პაპუაშვილს, ხო, სადაც მის თვალწინას ხდებოდა და იცით რას ამბობს, ევროკავშირის წახალისებულია. ევროპა ახალისებს საქართველოში ძალადობასო და რას ახალისებს? რომ ეგრეთ წოდებულ პროევროპულ ძალებს აიძულებს, ესე იგი, სიძულვილის წყარო არის ისო, ჩვენ ხედავთ, რომ ისინი, ვინც იბრალებს პროევროპულობას, სწორედ ესენი არიან სიძულვილის წყაროები, უხამსობის მთავარი გამავრცელებლები სოციმედიაში და არა მხოლოდ, რაც ზიანდება ამით არის თავად ევროკავშირის რეპუტაცია, ასე რომ თუ ევროკავშირს არ უნდა რომ კვლავ ასოცირებული იყოს უხამსობასთან, ლანძღვაგინებასთან და სიძულვილის ენასთან, ფიქრობ, რომ ევროკავშირიც უნდა იყოს გულშემატკივარი აი ამ წამოწყების, რაც საბოლოო ჯამში ეგრეთ წოდებულ პროევროპულ ძალებს აიძულებს გახდნენ ზრდილობიანებიო. აი ეს არის შალვა პაპუაშვილის თეთრზე გვეუბნებიან შავიაო, თამარ, თეთრზე გვეუბნებიან შავიაო. ახლა იქ რო ძალადობა მოხდა და წარმოუდგენელი რამ ხდებოდა, სამართლებრივ საკითხზე ვისაუბრეთ, ხო, ადამიანურადაც ხალხნო, ერთ ადამიანზე მისეული, ერთ არ ვიცი რამდენი ჩამოთვლა წარმოუდგენელია. იქ ექსპერტიზამ უნდა იმუშაოს და უნდა გამოარჩიოს შესაბამისად, ხო? წარმოუდგენელი ერთ ადამიანზე მისეული და შემდეგ იქ გზის გადაკეტვა და ნუ არ ვიცი, გაგეგმილ სპეცოპერაციას მოგაგონებდა ეს ყველაფერი რა ხდებოდა. ეს რაში ჯდება საერთოდ? ადამიანობაში ჯდება, საქართველოს და ქართულ ქცევაში ჯდება, რაში ჯდება სამართლებრივზე უკვე ვისაუბრეთ. საერთოდ რაში ჯდება და უკაცრავად და ევროკავშირმა და ევროპამ წაახალისა იქა მუშტიკრებში ეს ადამიანები, თავიანთი გუნდის წევრები. ბოლო სიტყვებით რო იგინებოდნენ ეს ალყე საკითხია. ალახაძეს და არ ვიცი გორდულაძე ხო და არ ვიცი ვინ ყველა ვინც იყო ჩართული, ვინ უთხრა პეტრიაშვილი, არ ვიცი ყველა ვინც იყო ნიკ ჩართულები ევროპამ წაახალისა ეს ადამიანები. ხო, არ ვიცი, აი დაცინვა საქართველოს მოქალაქეების დაცინვა, როდესაც ამას ეუბნებიან თეთრზე შავიაო. მეც წუხوار, ბუნებრივია როგორც თქვენ, ტალახაძეზე და ყველა იმ ადამიანზე, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და რომლის წარმატებას ბუნებრივია ყველა შევხაროდეთ, მაგრამ დღეს რა სიტუაცია? ხო, ხედავთ ამ შემთხვევაში. და ასევე როგორც დავიწყებით უნდა დავასრულო. კანონის წინაშე ყველა თანაბარია, ყველა თანასწორია, ამას საქართველოს კონსტიტუციას გვეუბნება და ამას არ ჭირდება მხოლოდ კონსტიტუციის მუხლის განმარტება და წაკითხვა. თამარ და ამასაც ვიტყვი. ამ დანაშაულებს და ამ დანაშაულს აქ ძალიან დიდი ხანდაზმულობის ვადა. ეს შემიძლია გითხრათ და ხანდაზმულობის ვადა რაც არის და როგორც არის ამის განმარტებას არ მოყვებით თუ ვინმე საინტერესებს. იქ სავარაუდო დამნაშავეებთან დაკავშირებით არავის უდანაშაულობის პრეზუმპცია არ დავარღვევთ, იკითხონ და ეტყვიან ჩემო ბატონო, რას ნიშნავს დანაშაულობა ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა და ვერა ერთხელ და სამუდამოდ თუ ამ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო არ იქნა. სამართლიანი მართლმსაჯულება არ იქნა, რაც ჩემი შეფასებით არ ქონია და უნდა იყოს. არ გვეშველება ხალხო არაფერი. კი ბატონო, აი ზუსტად სასამართლოზე მინდოდა საუბარი, ახლა სამწუხაროდ ვეღარ ვასწრებთ დრო ამოგვიწურა, მაგრამ შემდეგ გადაცემაში აუცილებლად ვისაუბრებთ, რომ დაჩქარებული ტემპებით აი ეს ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმე ხო რას მოგვეწურა, ამიტომ რომ იმ საქმეში ისეთი რაღაცები ხდება. თამარ, უბრალოდ 37 წლის სისხლის სამართლის საქმეებში შემიძლია გითხრათ რომ არ ხდებოდა. და ფაქტები და მაგალითები ამაზე ცალკე გადაცემას აუცილებლად დეტალურად ვისაუბრებთ. მადლობა ლევან სამუშიას, კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს წარმომადგენელს.